თუ ბავშვი მესამე თუ ბავშვი იზრდება მტრულ გარემოში ის ისწავლის აგრესიულობას ეხლა რას ნიშნავს ეს მტრული გარემო არ არის აუცილებელი ამ მტრულ გარემოში იგულისხმებოდეს ის რომ სუც ემატყება ოჯახში აი თქვა დაძაბულობა რძალსა და დედამთილს შორის ან ცოლ-ქმარს შორის ან რძალსა და მულს შორის და ასე რაც არის ჩვეულებრივად ხო ოჯახებში ხო ეს სულ რო ის იყოს თქვა ჩუმი აგრესია და ხმამაღლაც არ იყოს ჩხუბი მაგრამ ჩუმი დაძაბულობა იყოს ეს მაინც ძალიან აისახება ბავშვის ქვეცნობიერი ამას კითხულობს ამას აღიქვამს აღარ ჭირდება იმას ცნობიერად დანახვა და ცნობიერათაც ბევრი ის არის ხოლმე ჩხუბი მაგრამ აი უბრალოდ რო დაძაბულობა იმასაც ბავშვის ქვეცნობიერი აღიქვამს და კითხულობს და ნახეთ რა წერია რომ თუ მტრულ გარემოში ის ხდება აგრესიული ერთ-ერთი მიზეზი ეს არ არის ერთადერთი მიზეზი აგრესიის ბევრი მიზეზია მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ეს არის რომ უკვე თვითონ აუცილებლად მასში იქნება ეს აგრესია და აი რაც შეეხება აი ამ ოჯახის წევრებს შორის აი ამ დაძაბულობას ხო და ძალიან ხშირად არის ეხლა მოგეხსენებათ რძალსა და დედამთილს შორის ეს საუკუნეების პრობლემა ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა ეს არის კაცობრიობის პრობლემა ხო და ძალიან კაია ამ დროს და თქვენც მინდა რომ გასწავლოთ ეს და ძალიან ამარცხლებს ვისაც ვასწავლე ყველა მადლობას გვეუბნება არის ესეთი ძველი ჰავაელი ტომების სიყვარულის და მადლიერების პრაქტიკა ესე ქვია იმეორებ გულში 4 სიტყვას და გულისხმობ იმ ადამიანს ეს შეიძლება მარტო ადამიანი კი არის გულისხმობ რაღაც მოვლენაც იგულისხმობ თქვა რაღაცა გასაკეთებელი და ხელი გეშლება თქვა ყიდი სახს და ვერ გაყიდა სიტყვაზე ვამბობ ხო ან აშენებ და დროზე ვერ აი ნებისმიერი მოვლენა რაც გინდა რომ მოაგვარო ან კონფლიქტი ვიღაც ადამიანთან ნახეთ როგორი მარტივი ტექნიკაა და 100%-ით მუშაობს რა 4 სიტყვას იმეორებ დასანანია მაპატიე მიყვარხარ მადლობელი ესე იგი ერთხელ ნახეთ ოღონდ ესე უაზროთ ყოველთვის არ ამბობ ერთხელ იაზრებ ერთხელ თავიდან როცა ამბობ ამ 4 სიტყვას აი რისთვის ყოველთვის შეიძლება ვიღაცას რაღაცა ყველას გვეშლება ხო რომ რაღაცაზე პატიებად ხო ესე იგი დასანანია და რაღაცა დასანანია რომ თქვა ადრე უხეშად მოგეკეცი ძალიან ცუდი გისურვეთ გულში ფიქრობ ამას ხმამაღლა არ არა თქვა და ხო ყოველთვის შეიძლება რომ თქვა რომ აი რაღაცას დასანანია მაპატიე მიყვარხარ თუნდაც იმიტომ მიყვარხარ კაცო ჩემი ქმარი შენი გაჩენილი არ არის სიტყვაზე თუ დედამთილს გულისხმობ ხო შენ რო არ გაგეჩინა რომ ვერც გავთხოვდებოდი და შვილიც ვერ მეყოლებოდა სიტყვა არ არის დედამთილის გაჩენილი ხო აი კიდე საკითხავი ხო მიყვარხარ მადლობელი ვარ და ბევრი რაღაცის გამო შეიძლება იყო მადლობელი თუნდაც თუ რაღაც წვრილმანის გამო რომ რაღაცა ის არის ხო შენ გვერდი გეხმარება რაღაც 1000 რაღაცა მოკლედ აი ერთხელ რო გაიაზრებ გააზრებულად იტყვი ამ 4 სიტყვას მე უბრალოდ გულისხმობ იმ ადამიანს ამბობ ამ 4 სიტყვას და შენს ენერგეტიკა გეცვლება შენ აღარ ახარ დაძაბული და ცუდ ენერგიას აღარ უგზავნი იმ ადამიანს და შენ რო ცუდ ენერგიას არ უგზავნი იქიდანაც მოდის უკვე დადებითი ტალღები სულ რო გადაკიდებული იყოს შენზე ეს ეხება სკოლის მოსწავლესაც მასწავლებელსაც სამსახურში დირექტორსაც ყველაფერს თანამშრომელს მეგობარს ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ აი სადაც მოსაგვარებელი გაქვთ ურთიერთობა აი სასწაულები ხდება ისე იცვლება იმიტომ რომ შენ უგზავნი უკვე აი დადებით ენერგიას იმ ან მოვლენას ან იმ ადამიანს და გამოიყენეთ კარდინალურად იცვლება სიტუაცია აი რადიკალურად იცვლება მე ხა სახლი უნდა გამეყიდა ბაგებში და ვიყიდე საბურთალოზე რომ ჩვენი ოფისი არის პეკინზე ვართ იქ ნაყიდი გვაქვს პანდემიამდე ვიყიდეთ და პეკინზე ვართ ბუკიას ბაღის მოპირდაპირე მხარეს ვაიკიკის მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს და მინდოდა რომ სახლიც მქონოდა ახლოს რომ ღამისად საათამდე იქ ვარ და ვიღებ ხალხს და მინდა რომ იქვე მქონოდა სახლი და რაღაცა გაიწელა 5 თვე ვერ გავყიდე ეს სახლი და ბინა უფრო სწორად და ვამბობდი ამ სიტყვებს და დარწმუნებული ვიყავი რომ გამოვიდოდა აი დარწმუნებული და მართლაც გამოჩნდა ზუსტად არაჩვეულებრივი ასაკოვანი ცოლ-ქმარი რომელმაც იყიდა ეს ჩემი ბინა და ზუსტად ოფისთან ახლოს ვიყიდე და ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი რომ ეს არ გამოვა იმიტომ ის მამშვიდებდა ეს 4 სიტყვა და მართლა აი როგორც მინდოდა იმ ფასში გამოვიდა კარგმა ხალხმა იყიდა ანუ სასწაულებს ახდენს რა ანუ ჩვენ ურთიერთობთ ერთმანეთთან უხილავათაც მეგობრებო ხილული ურთიერთობა ერთია არის უხილავი ურთიერთობა ეს არის ენერგეტიკულ დონეზე კომუნიკაცია ხა ჩვენთან რომ მოდის ადამიანი იქ თერაპიულ ველს ვქმნით ჩვენ ამ თერაპიულ ველში უბრალოდ იქ მყოფობითაც კარგად ხდება ადამიანი აი მოდის მაგალითად ვინმე და დავუშვათ ბავშვს აქვს შეუკავებლობა მაგალითად შარდის და ასე შემდეგ ხო
მე შემიძლია ამ თემაზე არ გავაკეთო არანაირი აქცენტი, მაგრამ ის რამდენიმე მოსვლის შემდეგ ეს პრობლემა აღარა აქვს იმას. და ამას ვახორციელებ იმ თერაპიული ველით, იმ პოზიტიური დამოკიდებულებით, იმ დადებითი ფლუიდებით, რომელიც ჩემგან მის მისამართით იგზავნება. რაც ახლა ნინო მახსენა, თუნდაც ამ სიტყვების მეშვეობით და არის კიდე ბევრი სხვა საშუალება.